ემოციებით შეპყრობილ ადამიანს უკვე ითდება მგრძნობელობა ყველას, მათ შორის ახლობლების მიმართაც კი. ამიტომ ემოციური აფეთქების ზღვართან მისული ასეთი ადამიანები არიშურებენ ერთმანეთისათვის არასასიამოვნო და მტკივნეული სიტყვების თქმას. წვავედ რეაგირებენ უმნიშვნელო შენიშვნებზე. ადვილად შედიან კონფლიქტში გარშემომყოფებთან, შემდეგ კი თავს უბედურად და დათრგუნულად გრძნობენ. ქვეითდება ჩვენი შრომის უნარიანობა. საკუთარ ენერგეტიკულ რესურსებს უსასრულოდ ვხარჯავთ მომქანცველ, გამომფიდავ, დამოუძლურებელ განცდებზე. შედეგად ჩვენ შეიძლება აღარ გვეყოს სალები საკუთარი თავის რეალიზებისა და წარმატების მისაღწევად. არაკონტროლირებადი და უმართავი ემოციები დიდ როლს თამაშობს ძალიან ბევრი დაავადების აღმოცენებაში. დღეს უკვე აღარავის აკვირვებს გამოთქმა, დაავადება განვითარდა ნერვულ ნიადაგზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია ვისწავლოთ საკუთარი ემოციების გაგება, კონტროლი და მართვა. ახლა კი საუბარს გავაგრძელებ იმ რეკომენდაციებზე, რომლებიც ემოციების გასაკონტროლებლად და სამართავადაა საჭირო. ვაღიაროთ იმ ემოციის არსებობა, რომელიც ჩვენ დაგვეუფლა და დავარქვათ მას სახელი. რა არის ეს? შიში, სიხარული, ბრისხანება, აღშფოთება თუ რაიმე სხვა. იმისათვის რომ ვაკონტროლოთ და ვმართოთ ემოციები, საჭიროა ჯერ ვაღიაროთ მათი არსებობა და მოვახდინოთ მათი იდენტიფიცირება. თუ ჩვენ ბოლომდე ვერ გავაცნობიერებთ ჩვენს განცდებს, ვერ გავიგებთ რა როლს თამაშობს ემოციები პირადად ჩვენს ცხოვრებაში. ნუ გავუკეთებთ იგნორირებას ემოციას, რომელსაც განმიცდით. როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს ის ჩვენთვის. უკეთესი იქნება შევხედოთ სიმართლეს თვალებში. მივიღოთ ის, როგორც მომხდარი ფაქტი. გავაცნობიეროთ, არ გავექცეთ, გავაანალიზოთ. გავიგოთ რა დგას ამ ემოციის უკან. როდის, რის შემდეგ გაჩნდა ის? რაშია მისი არსი და ღირებულება? რისთვის გვჭირდება? რა სიგნალს იძლევა? რისკენ მიმართავს ჩვენს ყურადღებას? რაზე ღირს დაფიქრება და რა ცვლილებების გატარებაა საჭირო? ვიყოთ გულწრფელი საკუთარ თავთან ამ კითხვებზე პასუხის დროს. ემოციების გასაკონტროლებლად და სამართავად აუცილებელია ვმართოთ ჩვენი აზრები. ვინაიდან ემოციებს იწვევს არა ესა თუ ის მოვლენა, ფაქტი ან ადამიანი, არამედ ჩვენი აზრები და ფიქრები ამ მოვლენის, ფაქტისა და ადამიანის შესახებ. იმ დროს, როცა ვიგრძნობთ, რომ მარცხის გამო საკუთარ ემოციებზე კონტროლს ვკარგავთ, გავიხსენოთ ჩვენი პირადი წარმატების მაგალითები წარსულიდან. იმაზე ფიქრი, რომ ამაზე ბევრად უარესი შეიძლებოდა მომხდარიყო, ნეიტრალიზებას უკეთებს არსებულ პრობლემას და კონტროლის შენარჩუნების საშუალებას გვაძლევს. სხვათა შორის ემოციებს ჩვენი ტემპერამენტი და ინტელექტი მართავს და არა სხვა რაიმე, როგორც ხშირად ვფიქრობთ ხოლმე. თუ ადამიანს თავად შეუძლია საკუთარი ემოციების მართვა, მას ვერავინ აიყოლიებს. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. ლინკი ჩაშენებული